ევროკავშირის ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა. ბრიუსელი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, ხოლო ქართული ოცნება პრობლემის მიზეზად თავად ევროკავშირს ასახელებს. ევროპული ინსტიტუტების შეფასებით შექმნილი ვითარება ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებასთან პრაქტიკულად აღარ ითანამშრომლობს და მხარდაჭერის ძირითად ადრესატად ქართველ ხალხს განიხილავს. ამის საპასუხოდ მმართველი პარტია აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისი აღარ არის და ევროკავშირი საქართველოს მიმართ ზეწოლისა და მუქარის პოლიტიკას აგრძელებს. ურთიერთბრალდებების ფონზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად გართულდა. ამ თემაზე პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებს მაგდა ბლუაშვილი გაეცნო და აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული, ასეთი გახლავთ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის პოზიცია კაია კალასის გზავნილთან დაკავშირებით და სანამ გეტყოდეთ, რა განცხადებები მოვისმინეთ ქართული ოცნების სხვა წევრების მხრიდან, მანამდე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ გუშინ გაიმართა ბრიუსელში მორიგი მინისტერიალი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სწორედ მინისტერიალის დაწყებამდე მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი ქართული ხალხის გვერდით დგას, თუმცა ისინი მხარს არ უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება, მათ შორის დღესაც უცვლელი რიტორიკით გააკრიტიკეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კაია კალასი, მათ შორის განაცხადეს, რომ უბრალოდ აბსურდულია, როდესაც მინისტერიალზე განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის ქვეყნებს და აქ არ არის მიწვეული საქართველო. ამავე კონტექსტში და კაია კალასის განცხადებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ახლა ევროკავშირი რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ეძებს ჩვენს ქვეყანაში. აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი რომ განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველოს უზრუნველყოფს 7 ქვეყნისთვის კავშირის შავ ზღვასთან, რამხელა აბსურდშია შესული თავად შეგიძლიათ განსაცვლა. ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართული ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ხო, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა სუვერენიტეტს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილის მონგრელი და არის ენეტრაიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის. არაფერი გრძელდება ეს მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით ხო რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი, შანტაჟი, მუქარა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხედავთ პოლიტიკების განმავლობაში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მკეთილი უნდა ინებოს და პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. არავინ, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი. ესენი არიან გადატრიალების ხარეს. არ არიან არჩევნებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ხარეს. მათი მიზანი არის, რომ მათ ყავდეთ მართვადი, მორჩილი, მარიონეტული ხელისუფლება. დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების მისამართით ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკული გზავნილები უფრო და უფრო მწვავდება, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ბრიტანელი დეპუტატის და პარლამენტარის კომენტარი სტივენ დაუთის საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ის ქმედებები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესს. და ბუნებრივია ევროკავშირის მხრიდან და დასავლური ქვეყნების მხრიდან გაჟღერებული მსგავსი ტიპის განცხადებები არ უყვირთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ისინი სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ და ამბობენ, მათ შორის კაია კალასის გზავნილთან დაკავშირებით, რომ ახლა ქართულ ოცნებას არ უნდა გაუკვირდეს მათ შორის ეს განცხადება, რადგან სწორედ მმართველმა პარტიამ გააკეთა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხისგან გაიყო.
საქართველოს მეგობრებად რჩებიან მისი მრავალწლიანი პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მეგობრებად ვერ დარჩებიან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების და ქართული ხალხის ინტერესებს აღარ ემსახურება. საქართველოს დღეს ხავს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც აღარ ემსახურება იმ ინტერესებს, რაც აქვს ქართულ ხალხს. ქართული ოცნება ფეხქვეშთელავს ადამიანის უფლებებს. საქართველოს ოცნება არ უღებს საქართველოს კონსტიტუციას და ქართული ოცნება ჩაანაცვლა დემოკრატიული წესრიგი შუააზიური ტიპის დიქტატურით. და რა უნდა ბრიუსელში? რა ჯანდაბა უნდა ოცნებას ბრიუსელში? რა საერთო აქვს ერთმანეთთან? ისინი არ აპირებენ სამწუხაროდ არაფრის შეცვლას. და ქალბატონი კაია კალასის განცხადებაც პირველ რიგში ეფუძნება იმ რეალობას, რაც თავად ოცნებამ შექმნა. თავად ოცნება გაემიჯნა ქართულ ხალხს. როდესაც მან განაცხადა უარი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. თავად ოცნებაშია პრობლემა. თავად ოცნება აღარ წარმოადგენს დღეს ქართული ხალხის ინტერესებს. მათ უღალატეს ქართული ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს. რა თქმა უნდა, არ წყდება დასავლეთის კრიტიკა იქნება ეს დიდი ბრიტანეთის მხრიდან თუ მათ შორის ევროკავშირის, არა მხოლოდ საქართველოს აქცევს ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში, ამით არამედ მათ შორის საკუთარ თავს აყენებს ზიანს გამომდინარე იმ სანქციებისგან, რომელიც დიდი ბრიტანეთს უკვე დადასებული აქვს რიგ ოფიციალურ თუ ყოფილ პირებზე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთლიანად ამოვარდნილი არის როგორც შუა დერეფნის, ასევე შავ ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებით. შეიძლება ასე ითქვას, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა მიმდინარე პროცესების ფონზე არ წყდება კრიტიკული გზავნილები ქართული ოცნების მისამართით, ერთი მხრივ ევროკავშირის, მეორე მხრივ კი დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა ამ პროცესების ფონზე უნდა ვუთხრათ მათ შორის მაყურებელს, რომ ევროკავშირმა დღეს მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მე-6 კლასტერი გაუხსნა.